მოგესალმებით, ჩამოჯექის დღევანდელ ეპიზოდს კვლავ მასპინძლობს წიგნის კაფე ბიბლსი, რითვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხატო მათ. რაც შეეხება ჩემს დღევანდელ სტუმარს, ის არის მსახიობი და იუმორისტი, ყველასათვის ძალიან საყვარელი ადამიანი, რომელმაც რამდენიმე პერსონაჟით ერთდროულად შეაყვარა მაყურებელს თავი. ძალიან ცოტას თუ გამოსდის პერსონაჟის ისი ალაპარაკება, რომელშიც ჩაატიოს მთელი ქვეყნის სახე, რაც მას ძალიან კარგად გამოსდის. მე მყავს მისი ერთ-ერთი პერსონაჟი, ჩემთვის ძალიან საყვარელი და ამაზე შემდეგ ვისაუბრებთ ინტერვიუში. მოდით კარგად გავიცნოთ მისი პერსონაჟების მიღმიერი სამყარო, ასე რომ ჩამოჯექით. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ უყურებთ ჩემს არხს. დღევანდელი ჩემი სტუმარი არის მსახიობი და იუმორისტი, ყველასათვის ძალიან საყვარელი თავისი პერსონაჟებით, აკაკი დარბაიძე. აი გამარჯობა, უღმესი მადლობა მოწვევისთვის და მივესალმები ჩემს მაყურებელს. მადლობა რომ ჩამოჯექი ჩემთან ერთად. წამოვწევოთ. სიამოვნებით ხო, მაგრამ სად არის? წამოწექის რო გავაკეთებ, მე რეიც წავგაცე. მოვალ უეჭვი. მაგაზე ბევრი მეყონება ვატყობ. წესით. აკაკი, სანამ მე უშუალოდ გადავალ ინტერვიუს პოტენციურ სპონსორებს მინდა რომ მიმართო. აუცილებელიც არის. ხო, არ მყავს და შენ კარგად იცი, რასაც ნიშნავს ეგ ამბავი და ამიტომ ჩემო პოტენციურო სპონსორებო თუ კი გინდათ რომ ხელს შევუწყოთ ამ კარგ საქმეს და ასეთ წარმატებულ ადამიანებთან გავაჟღერო თქვენი სახელი და აქ მაგალითად ასეთი წყალი კი არა რაღაც ბრენდის რაღაცა სხვა წყალიც იყოს არ იქნება ცუდი. ასე რომ ჩვენ ღია ვართ ყველაფრისთვის და მეც მინდა მოუწოდო და აუცილებელიც არის მე თუ მკითხავ, მით უმეტეს ასეთი ტიპის გადაცემა ახლა YouTube-ზე ჯერჯერობით არ არის როგორც ვიცი და ხოვთ რომ ვინც დაინტერესებით აუცილებლად შეეხმიანეთ და დარწმუნებული იყავით რომ საუკეთესოდ წარმოგაჩინოთ. ძალიან დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის და ასევე მნიშვნელოვანი არის გამომწერები, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ასე რომ იქ ერთი პატარა მოქმედება უნდა subscribe და ეგ არის. ასე რომ კომენტარების და ლაიქების რა ვიცი. ხო. ყველაფერი არ დაიზაროთ მეგობრებო, იმიტომ რომ ერთად ჩვენ ბევრი კარგი საქმის კეთება შეგვიძლია. კი ბატონო, მართლა სიზარმაცის როლია ეგ. ხო, მართლა ეგრეო, რაღაცა იმის. მეც ეგრევე ვიყავი ხოლმე თავის, სანამ არ დავიწყიოთ. ხო, მე უკვე მივხვდი რაც. თითქოს არ აქცევ ყურადღებას. ხო, აი ზუსტად ეგრე არის. აკაკი, დავიწყოთ ბავშვობით, იმიტომ რომ მე ჩემს ყველა რესპონდენტთან თავიდან ვიწყებ ბავშვობით. და მოდი ახლა ჭიათურა, შენი ბავშვობა, მომიყევა იქ როგორ ატარებდი, როგორია შენი ჭიათურა მითხარი. ახლა უკვე მდინარე ზონა ვიყო წესით. გასიზავ ცხოვრება მოიტანა. ხო, რა ვიცი, ყოველთვის იმას ვამბობ ხოლმე, რომ აი როგორც ყველასთვის ალბათ უმეტესობისთვის ბავშვობა არის საუკეთესო პერიოდი და საბედნიეროდ ჩემთვისაც ესე იყო. აღირავი უდარდები. ხო. უზრუნველი ეხა მენატრება ის ზაფხულია მით უმეტეს და ზაფხულიც ეგრე იყო ხომ ძირითადად სოფელში ვატარებდი. სკოლა ჭიათურაში ვცხოვრობდი, მაგრამ სოფლების თავისთავად და ერთი კვირით ადრე მივდიოდი ხოლმე სოფელში და რა ვიცი, აი როგორც წიგნებში და ფილმებში ისეთ ზაფხულებს ვატარებდი ხოლმე და ძირითადად ზამთარში კიდე იყო ხოლმე თოვლის მოლოდინი. ერთი სულ როდის მოვიდა რა. მოდიოდა დიდი თავლე? კი, ისეთიც რომ სკოლაც გვიძდებოდა ხოლმე. აჰა. სასრიალოები და ჭიათურა. რასაც დღეს წარმოვადგენ, ყველაფერი ჭიათურა მომცა. ჩემი საქმეს ჭიათურა მომცა, ასე ვთქვათ. ხა. ჩემი პიროვნებაც და რა ვიცი, მეგობრები, რა თქმა უნდა, ოჯახი თავისთავად. ნუ ერთი სიტყვით ჭიათურით შევდექი პიროვნებას. მადლობა ჭიათურა. მადლობა ჭიათურას აუცილებლად. მე მგონია რომ თუ კი შენს ირგვლივ იუმორი არ ტრიალებს, რაღაცა ხალხს არ აქვს ეს იუმორის აღქმა, მგონია რომ რაღაცა შენს ეს უნარი არ გივითარება. შეიძლება მე ვწდები ამ ამბავში, არ ვიცი, მაგრამ ჩემი აღქმა ეგეთი არის. რაღაც თუ კი არ გაქვს კავშირი იუმორთან და ასეთი ტიპის ხალხთან, რაღაცა ცოტა ვერ მეგობრობ მე შენს. ხო, სავარაუდოდ ეგრე არის კი. ხო, რაღაცა ესეთი ის მაქვს. ნუ ახლა იმერეთი რომ მჭიდრო კავშირში
არის იუმორთან, ეს ახლა საქვეყნო ცნობილი არის, ჩემო მეგობრებო. არ ვდაობთ ამ ამბავზე და შენთან ჭიათურაში ამ იუმორის მხრივ რა ხდება, განსაკუთრებული რამე აქვს ჭიათურას ისეთი ან ჭიათურელ ხალხს, რაც არ აქვს სხვა კუთხეს. ეგრე ახლა არ ვიცი, ყველას თავისი იუმორი აქვს და რაღაცა, მაგრამ აი განსხვავებული რა არის მაშინ? განსხვავებულია, რომ ყველა სიტუაციაში ალბათ ხუმრობს ჭიათურები. მე ეგრე გამიგია და ეგრეც გავიზარდე, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო, რა ვიცი, გაჭირვება თუ ცუდი ამბავი თუ რაღაცა. ყველაფერს იუმორით ვდგები. სადღაც ეს არასერიოზულიც არის, მაგრამ რა იუმორი გადაგვარჩენს ამბავში? ეგ ამბავია, იმიტომ რომ რა ვიცი, ჩემი აზრით რაღაცა გამოსავალია ხო მაგ იუმორში და განსაკუთრებული ის არის, რომ ნამდვილი იუმორია ჩემთვის რა. აი ისეთი ყველა სიტუაციაში იუმორია რა, ყველა ურთიერთობაში იუმორია. და რაღაცნაირად ძიმე ხალხი არ ვარ. ისეთი როგორ თუ არ მინდა ეხა ბევრი რო ვაქო. მაგრამ ნუ ახლა რა სიზავ. ლაღი ხალხი არის უფრო რაღაცა და ეს იუმორიც ეხმარება რა. ყველაფერში და იუმორშიც ჩანს. სინამდვილე რა. ერთმანეთთან ურთიერთობაში ჩანს ეს ყველაფერი და ჩვენ ვცდილობთ რომ ეს ნამდვილი იუმორი გადმოვიტანოს და ასე ფართო მასშტაბზე გაუზიაროთ ეს იმერული იუმორი სხვებსაც. აკაკ ბავშვობაში ვინ გინდოდა რომ ყოფილიყავ? რამე პროფესიაზე სხვაზე ოცნებობდი? ბევრი რაღაცა მინდოდა. მაგალითად? მაგალითად მინდოდა ძიუდოისტობა. რას მეუბნები? ახლა აღარ მეტყოლა. მაშინ მონაწილეები გქონდა. ჭირდებოდი ცოტა ხანი 3 წელი. ზოგადად სპორტი. ბათაშორის რა იცი სპორტს რო გაყოლოდი? რა ახლა შეიძლება? ხო, მაინც არ იქნებოდი ალბათ. აი სპორტსმენი. არ თქვა მასე. ხო, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში დისციპლინა მქონდა, მაგრამ ნუ ბოლოს ისე გადაწყდა, რომ დაახლოებით 14-15 წელს უკვე აღარ მინდოდა რა თქმა უნდა სპორტი. აჰა. და ჯარისკაცობას მინდოდა. კადეტთა სკოლაში ვაპირებდი წასვლას. კაი. თუ არ წავედი კი არ მახსოვს. ეს იუმორის ამბავი ხო არ შემოიჭრა და მაგიტა ხო არ თქვი მე რა. არა. მე არქეოლოგიურზე ჩავაბარეობ, ისტორიაც. პროფესიით ანუ ვინ ხარ? არქეოლოგი ითქმის რა, იმიტომ რომ თქმის. ხო, მე სამართალზე ვსწავლობდი. რა იყო შენ? რა ვიცი, ყველა ნაცადი მარკვევი რაღაცა, მაგრამ ანუ ეს საქმე იყო ერთადერთი, რაც სიამოვნებია. მაგრამ არასდროს არ შემიხედავს ისე რომ აქედან მე აფული მომეშო ან სამსახურეობრივად გართობის ამბავი იყო რაღაცა ჰობი უფრო რა საყვარელი საქმე რომელიც რა ვიცი ხანდახან აკეთებ რა სიმსუბუქე შემოქონდა შენს ცხოვრებაში ხო არის რაღაცა ბავშვობიდანვე ვიღაცებს ამა თუ იმ რაღაცის ნიჭი ბავშვობიდან ეტყობ ვიღაცას თეკვის რაღაცა შენ მოცეკვავდა გამ შენ ბავშვობაში ეს იუმორის ამბები კოჭებში გეტყობოდა ალბათ ხო ხო არ უთქვამთ რომ შენ აკაკი რაღაც კარგად გამოგდის ეს არა არასოდეს არ არის ამ ამბავში რომ მოხვდი და ხო და სკოლაში და კომედიაში ყველას უკვირდა რა მართლა ისეთი უფრო ცოტა ისეთი ადამიანი ვარ რა სერიოზული ეს ვთქვი აჰა რეალურად ხო და ჩემგან რაღაცა ძალიან მოულოდნელი იყო სკოლაშიც ყავენს როცა მაშობდი მე კომედი შოუშიც რომ მივედი იქაც ახლობლებს და მეგობრებს ნახევარად ახლობლებს ძალიან უყვირდათ რა და ეს იუმორის ხსნობას მქონდა იმიტომ რომ თოფუხტები ნუ ახლა თეატრები და იუმორი იქვეა სულ ეგეთი ხლიცინები ხლიცინი ხო ბავშვობაში მე და ჩემი ძმა განსაკუთრებით რა ვიცი ამას თუ ავიკვიატები და ვინმეს ტრისას მე შემი დავაკეთებდით ხოლმე პაროდიებს. აი ეგ მაინტერესებს, მითხარი? პაროდიები ახლა დიდად არ გამჩნდა უფრო გამოდიოდა. შენ და არა. საერთოდ არაფერ შუაში აღარ არის ამ ამბავზე. იუმორი კაი და ჩემ. ვის პაროდიებს ეკეთებ? მეზობლების ეს ნათესავები. და სხვათა შორის კარგად გამოგდიოდა. იმას დარწმუნებული ვარ. იმას უფრო კარგად გამოდიოდა და
და შენში როდის იფეთქა უკვე ამ სამსახიობო ნიჭმა და აი როგორ მოხდა რაღაცა პირველი პერფორმანსიდან აი დღემდე როგორ მოხვედი რაღაცა კავანი იყო რაღაც ეტაპები ხო გაიარე და აი მითხარი დასაწყისი როგორი იყო და როდის იყო ეს ნიჭმა იფეთქა თქო არ ვიცი ვერ ვიტყვი იმიტომ რომ ნუ შენი პირველი სცენაზე თუნდაც ხო სცენაზე კავენი იქამდე ზღაპარები თამაშით მესამე კლასში თეატრში ეთურის თეატრში შეჯიბრები იყო ხოლმე იმაში სპექტაკლებიც იყო სკოლებში ხო იქ არაფერული არ მქონია არ ჩანდი მეგონი კარგად მეორე ხარისხოვანი ხო გელს თამაშობ გელი ახაც უნდა ვიყო და ვარ მაგრამ მაშინ არ მომწონდა ეს როლი იმიტომ რომ არც ჩანდი მეგონი ხო იმის მერე იყო კავენი მე 11 კლასში ვიყავი და იქაც სულ შემთხვევით მოხვდი მათემატიკის გაკვეთის ვაცდენდი სპორტის საზოგადოებისთვის ნათქვამი მაქვს და ისე მოხდა რომ გუნდი ირჩეოდა თამაში რა რეჟისორი იყო მოსული ერთ-ერთი ქალბატონი რომელმაც მე შემდგომში შეკრიბა ჩვენი გუნდი ქალბატონმა მაკამ და იმან ასე ვთქვათ ამარჩია ბოლოს ვიჯექი ჩემთვის და დიდი ინტერესი არ მქონდა თქო ვერ ვიტყვი მინდოდა რაღაც ამბავში მინდოდა რომ ყოფილიყავი გუნდში მაგრამ თან მე თვითონაც ვერ წარმომედგინა თან არ ველოდი არანაირად რომ მე სცენაზე ამიშვიდა რაღაცა და შენთვისაც მოულოდნელი იყო ეს მოგეცამა მესამეთ რომ მითხრა მე ავედი თავიანთი დავიფასე იმელებდა ცოტა იქ ავი დავიფასე რა შემცხვა და იმასაც ვფიქრობდი რა ჩემი საქმეა ხა კავენი ზოგადად კავენიდან წამოვიდა შენი აქტიური ეს ხო ხო სულ უყურებდი და ვეჭი ეთროს გუნდი ყავდა აღარ უოლია სადაც მე მეც ვთამაშე კი ვიცი და დიდი სიამოვნებით უყურებდი ხოლმე რა ძალიან მომწონდა ეს კარგი სკოლა იყო ესე იგი კავენი არის საერთოდ ამ ამბავში ყველაფერი იუმორში ეს ანუ სადისწავლება ხო ერთადერთი სკოლა რომელიც არის ეს ამბავი რა და ის გავიარე მეც აი ზოგადად იუმორი რას ნიშნავს შენთვის და იუმორის გარეშე სამყარო რა არის უფერული იქნება ჩემთვის სამყარო იუმორის გარეშე და ყველა ურთიერთობაში მეც ვცდილობ რომ რაღაცნაირად იუმორი ჩავთვალო შეიძლება სახეზე დიდად არ მეტყობოდეს ხო ეს რაღაცა სერიოზული ისეთი ახალგაზრდებული თითქოს ხო იუმორი არის ჩემთვის რა ვიცი მთელი ცხოვრება არის ესე ვიტყვი რა ну პროფესიაც ისეც ასეც ყველაფერია იუმორიშიც აი პირველი მიზნის მიღწევა რა იყო ამ ამბავში რომ აი რაღაცა პირველ და აი მივაღწიეთ რავი ალბათ თასი რომ მოვიგეთ თეატრში სულად ხო რა ხო ეგეც ანუ ისე იყო რომ ალბათ პირველი ყველაზე დიდი ესეთი ამბავი ერთად იყო კომედიაში რომ მივედით იქამდე რაღაცა შენ და გიორგი ხო მე გიორგი და ჩვენი 4 მეგობარი კიდე აჰა კეთილების გუნდი ხო ეხა კეთილები ვახსენეთ ჩვენ და გადავიდეთ ნენელა და დავიწყოთ ოღონდ ჩვენი და გიორგის ურთიერთობა თქვენ ბავშვობიდან ერთად მოდიხართ ჩვენ ვართ სკოლელები რა ბავშვობიდან ერთად მოდიოთ მაგრამ ბავშვობაში არ მეგობრობ მე რაღაცა ცალ-ცალკე შენ და გიორგი ვერ წარმომიდგენი ხართ უკვე ხო ვერც ვერავის მე რომ ნახულობენ ის სად არის იმას რომ ნახულობენ ჩემს ეკითხებენ და სხვათა შორის გიორგის მე ვისარგებლობ ახლა ჩვენი ამ ადავცემ აუცილებლად ხო რა გიორგი შენც უნდა ჩამოჭდე ჩვენთან გელოდები აი წამოწოლა რო წამოწოლამდე ჩამოჯექი და მე წამოგაც მე წამოგაწვა იმიტომ რომ ახლა შენი პერსონაჟიც ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი პერსონაჟია ჩემთვისაც შენთვისაც ხო ზოგადად აი როგორ იქმნება ეს პერსონაჟები შენი ლუიზა ტანჯულა ანუ ვინმე გყავთ ხოლმე აი პროტოტიპი და რაღაცები იხებთ იქიდან თუ აი როგორ იქნება შენ ლუიზა საიდან შეიქმნა ლუიზა რა ვიცი ჩადიჯია თურაში ხო ეგეთი ლუიზა სხვადასხვა თბილისში შეიქმნა რა ხმა გავიგე პირველად ვიღაცა ხალხის კაი აუ ძალიან საინტერესო პროცესია ხო და ეგრევე ისა რა გავაკეთე ეგრევე ხმა და იქ ცოტა სხვანაირი იყო ახლა მაგრამ აშკარად გამომივიდა რა ხო ხო და მე
ავენს რო თამაშობდით, უნდა ყოფილიყო ესეთი პერსონაჟი, მისჭია თუ რა 2015-ის. და იქ როლი რო კეთდებოდა, მეთქი მე შემიძლია გოგო არ მიყოდა გუნდში. მეთქი მე შემიძლია ვცადდი და მაშინ ძალიან იცინა ხალხი მოეწონა. მე კლეოპატრა იყო კლეოპატრა ვიცი, კი. და იქედა მოდის ეს პერსონაჟი ხმა და ის ქონდა კლეოპატრას. ხო, ბავშვური. ხო, უფრო ბავშვური. ხო და რაღაცა არა ისე რომ გადახედავ ხალხს და იღებ რაღაცებს, ხო? ხო, ეგეთნი არის, მაგრამ ძირითადად ცდილობ რომ შენ შექმნა რა. ხო. თუ შენ თვითონ არ შექმნი ამ ყველაფერს, წერაც გაგიჭირდება, თამაშიც გაგიჭირდება და სულ ვიღაცას ვერ გიბაწევ რა. ნუ ცხადია. და რაც თავარია კიდე ვერ განვითარდები. ეხლა ლუიზას რო უყურებ პირველ სეზონში სხვანაირი იყო, ეხლა სხვანაირია და მეშვიდე მერვე სეზონში სხვანაირი იქნება. აჰა. დაკარგავს თავის იმას, მაგრამ რაღაცები აუცილებლად შეეცვლება, იმიტომ რომ აქვს შესაძლებლობა. თუ არ შეეცვლება, მე ჩვენ მაყურებელს დავკარგოთ. ანუ შესაძლებელიც აქვს. ჩემი აზრით მაგ პერსონაჟს ბევრი რამე აქვს შესაძლებელი, მაგრამ კი და მე მაგაზეც მაქვს კითხვა, მაგრამ სანამ მაგას კითხა, მაინტერესებს ვინმე ხო არ ამოიცნა საერთოდ ჭიათურაში თავის თავი და ხო არ გითხრა რომ მე ვარო ხდება აქ მასე ახლა ბევრი ამოიცნა რას გეუბნები საერთოდ ჭიათურაში ამ პერსონაჟებზე არაფერს ავიცით მოწონთ რა მოწონთ ხო უხარიეთ და ქალბატონებს უყურს განსაკუთრებულად ლუიზა რა ხო ნუ ას ვიცი და ბიჭებს მე ეს კაცებს ტანჯულა ლუიზა ძირითადად ქალბატონების რა ვიცი უსაყვარლესი პერსონაჟია ჭიათურაში მოწონთ ამოიცნო თავის თავით ხო ვინც შეიძლება ვინმე ამოიცნოს მაგრამ მე არ მეთქვა რა აჰა მე ამოვიცნე ფრაზებს რაც შეეხება ეხა ზოგი ბებიასი არის აჰა სკრიალა საიტანოდის სადაც გამიგიერა გიჟდე მამიდა სკრიალები რა სკრიალები ხო გაგებული მაქვს იმიტომ ეგეთ კაკას ეგეთ ბავშვი ძახია ცოცხალ ბავშვი ძახია რაღაც სკრიალა აბა ისეთი როა ლამაზ და მართლა სკრიალა არის გვანცა რა გვანცა ძალიან მიყვარს ჩემ გვანცა ვისაც ქვია ეს ჩემი სუბიექტური ის მაქვს რა ყველა გვანცა ყო ჩემთვის მესმის და ნუ გვანცა კიდე განსაკუთრებით კარგად ასრულებს და აი უსაყვარლესი ბავშვია ძალიან და დიდი მომავალი აქვს გვანცას მე ძლივს ჩავწერე ახლა რა სერიას გავი ძლივს აი ესე ვიყავ რომ არ გამცინებოდა რა ხო ხო აუ იმდენად მოწონს და იმდენად ყორსა და ისეთი ბავშვები არიან ერთს რო ეტყვი აკეთებ სათქმელი თუ ანუ ხო აკეთებ ანუ ლუიზა არის ტანჯულა არის და ასე შემდეგ ხო სხვები აი რა სათქმელს დებთ თამაში ფართო სატირაა ხო ხო სატირა და რა გაქვთ თქვენ სათქმელი ამ პერსონაჟებისთვის პერსონაჟებით ხალხისთვის რა გვაქვს და აი ჩვენი რიგული ცხოვრობენ ეს ხალხი რა. ხა. და ყველა იცნობს ამ ხალხს, მაგრამ თითქოს რაღაცნაირად არ იმჩნევა ხოლმე და ჩვენი ეს ამბავი პროტესტია რა, როგორც ცხოვრობენ, როგორც იქცევიან ეს ხალხი, ასეთი ხალხი, რომელიც მერე იწვევს შეუმდგარ საზოგადოებას, იწვევს სამოქალაქო პრობლემებს მერე და ზოგადად დიდ მასშტაბზე ანუ რა ჩვენი პრობლემა რაც არის ზოგადად ქვეყნის არიან ესეთი ადამიანები რომლებიც არ იცვლებიან თუ არ უნდა შეცვლათ რაღაც ცუდად იქცევიან ეს სიტყვის და ამ ყველაფრის წარმოჩენა გვინდა აი მაგალითად ტანჯულაც ცუდად იქცევა უგზარად ცუდად იქცევა აუცილებლად ნუ გზარა საზიზრად იქცევა ძალიან ცუდად იქცევა ორივე მამაშვილი ძალიან და დამიტანჯეს ლუიზა ცუდად იქცევა ხანდახან რომ ამართებს ამ ქმარს აი ეგ კი ბატონო მაგრამ ამართებს მაგამ ბავში ხო და ეს არის ამ სერიალის მთავარი ამ ფუნქცია რომ უთხრათ საზოგადოებას რომ ეს ფუნქცია არ შეიძლება ხო ხო და სადაც არის ხო აი მე ერთი სერიალი რასაც უყურებდი იყო ჩემი ცოლის და ქალები იმიტომ რომ იქაც ზუსტად სახეში გირწყავდნენ ჩვენს რეალობას და აი ხა ნუ თქვენი ო აქაც ისეთი ამბავი თავიდან რო დავიწყეთ მე და გიურიზე და ჩვენები ორი კვირა ნორმალურად არ ველაპარაკებოდნენ იმიტომ რომ სიტყვა რაღაცები ბულბულატორი გამოჩნდა პირველივე სერიაში და ეგეთი ამბავია და ვითომ არავის უნახია და ყველა სადარბაზოსთან არის და კი ბატონო მაშინაც და ჩვენ თვითონაც ის ვერ გადავწყვეტეთ კარგად რომ ეს გამოვაჩინოთ არ გამოვაჩინოთ მაგრამ
რახან ამას ვაკეთებ, თქვით რომ ყველაფერი ვანახოთ რა. ხო. ეხაც ბევრი რამისგან თავს ვიკავებთ, მაგრამ ეს რეალობა არის, ჩვენი ბრალი არ არის. ჩვენ გულან წავენ ხოლმე მსახიობებს და აი გახქმა კიდე ძალიან შეიძლება შუაში ვარ, გახედე კვერწი რა ვიცი, შვილს გახედე და შენს თავსაც გახედე რა. ხო, ეგ არის ძალიან ცუდი თორე. და მე ხა ლუიზაზე ძალიან გადაკეთებ. მე მიყვარს, ანუ ლუიზას პერსონაჟი ხალხო. უმესი მადლობა. გიждები. აი ხა. აი შენ რას მეტყვი ლუიზას პერსონაჟზე? ხო ძალიან მე პირადად აი მისი ყველა გამონათქვამი, მანერა, ხმის ტემბრი, ანუ ხო ყველაფერი მიყვარს რა და მახალისებს, მაგრამ ამავდროულად აი ძალიან სევდამო აქვს, ძალიან ეცოდება, აი მალავს ყველაფერს, იტანს ეს ქალი ყველაფერს. აი ქართველი ქალის სახე არის რა. პირველ რიგში უმესი მადლობა კომპლიმენტებისთვის. ხო, აი მართლა. ხო, მართლა ბევრს ნიშნავს ეგ და აი როცა ეგეთ რაღაცას გეუბნებიან, მე მithmet ის мотиваცია უფრო მეტი და ვცდილობ რომ უკეთესად გააკეთო და მადლობა ამისთვის. რაც შეეხება ქალბატონ ლუიზას, პროცენტულად ბევრი ქართველი ქალის სახე არის ალბათ. სამწუხაროდ. კი. სამწუხაროდ. და მაგის წარმოჩენას გვინდოდა და გვინდა და ვაკეთებთ კიდეც მაგას. რაც შეეხება მე როგორი დამოკიდე მეც მეცოდება რა. ხო, აი ძალიან აშკარად სუდათ არის მაგის საქმე რა. ნუ ქმარი შვილი, მაგრამ წერან რასაც ვამბობთ, მე მგონი ჩაწერამდე თქვით რომ მაგის ბრალიც არის რა. ხო. იმიტომ რომ როცა ესე გექცევა ქმარი და შენ პასუხი არ გაქვს, აი წეული, მაგრამ წევა. როცა შვილი ესე გაზარდა. საკონელია რომ ეცახიდა. საკონელი არის მართლა. გიждები მაგას. როცა შვილი ესე გაზარდე, სავარაუდოდ ის ანჯულა ანაირიც არის ლუიზას ბრალია. კი, მშობლის არა მარტო თქვა ლუიზასაც უნდა ვაბრალებ, ხო, აი დარწმუნებული ვარ რომ როცა მოიქცეოდა და აი თქვა ვიღაცა ეთქვა და დააფარებდა ხელს. აუცილებლად. აბა რა ხა არა ანჯული შენის ალაპარაკო ყველას ეთქვა. კი ბატონო. სკოლაში ცუდად თუ ისწავლი და ხეც დააფარებდა და მე დარწმუნებული ვარ კომპიუტერს აღებინებს. აბა, ყველა. ეს ხომ მასწავლებელია და ჩაუწყო. ეგეთი ხალია რა და თავისავს დააბრალოს, მაგრამ მაინც გეცოდებს სადღაც იმიტომ რომ ძალიან ალბათ ბედნიერი არ არის არ ყოფილა და არ არის იქნება. ტანჯული შვილიშვილებით იქნება ბედნიერი. თუ ეგეს არ ვიზარ ამბონია. მოჩვენებითია მისი აი ეს ბედნიერება თითქოს. არა და გულში რა ხდება? ვინც ეს არ ვიცი არ დაგვიწერია. სავარაუდოდ ცუდად არის მაგის საქმე, მაგრამ ისეთი ხალი არის მაინც რა ყველაფერი გადააქვს და არ ეკუება და ისეთი ენა კი აქვს. აი ჭრელი ენა ხო და ეგ მოწონს. თავს იცავს მაგით. იცავს და კარგად ეუბნება თავის მასზე, ეგეც მაგდი შილი რა. ხო, ეუბნება კარგად. შენთვის რომელი პერსონაჟი არის რთულად სათამაშო? სათამაშო არც ერთი არ არის. ხო, მაგრამ აი უფრო გარდასახვისა. გარდასახვა ლუიზა რა თქმა უნდა, მეზარება ხოლმე ძალიან. ვითვლი ხოლმე რამდენი დამჭი სათამაშო ამას. ხო, აი იმიტომ რომ რა ვიცი, ჯერ თავიდან სანამ იმას შევეჩვეოდი რომ აი კაბას და იმას ცოტა ქუსზე კარგად გაცვია. ქუსზე კარგად გებია. ონწრილი არ უნდა იყოს. ხო. ხო, ძალიან რთული იყო თავიდან რა, ლეკალკოდ გასხვედი ხოლმე. ხო, ზოგადად არ ხარ მიჩვეული ახლა, ცირა ძალიან დიდი დისკომფორტია. დღესაც დისკომფორტი არის, ანუ მაგრამ თავიდან განსაკუთრებით. ხო და ყველაზე ცუდი თქო რა, როგორც რთული არის გრიმი რა. აჰა. იმის წარება და თელი დღე უნდა გეკეთოს ეს გრიმი, პარიკი და ეს ვარ. თამაში არც ერთ არ მიჩნევს ესე ვთქვათ რა. ის რო არ იყოს გარდასახვა, მაგალითად, ლუიზას თამაში უფრო მიატვირდება კიდე. და ტანჯულას რაღაცნაირი პირის აპარატი აქვს და ხო, რაღაცნაირად აკეთებს. ხო, რაღაც ცოტა რთული სათამაშო არის, სახესლის ვაგებ ხოლმე. როლი და რო გამოდიო. რჯები ცოტა ხანი ხო? ხო, ცოტა სახე უნდა მოვაქციო. რთული თამაში არც არ მიჭირს. რამე თუ გაქვს აღებული ან ტანჯულადან ან რეპლიკები ან რაღაცები? ან ჩემთვის? ხო, რაღაც რან წამოგწდეს იმდეჯერ გაქვს ნათქვამი. ხო, ხან მაქვს. არის ხა?
ანდა პირველ სეზონზე ვიზახდი რომ ტანჯულამ გამოუწდებოდა. რაღაცა ისიც წამოსებოდა ხო აი ხო რო ადრე რო არ. ხო არ ვიტყოდი ხოლმე იმას. მაგრამ პერსონაჟმა იცის ეგ და პირველ სეზონის მəni არ მქონია რა. ეხლა რაღაცა წამოსება ხო იმენა და ეგეთი რაღაცები. ტანჯულას ფრაზეოლოგიზმი. ახლა რა ეტაპზე არის სერიალი და რამე ახალს ველოდებით კიდე თქვენგან? სერიალი ახლა შუაში არის ჩემი აზრით სადღაც. აჰა. ის ეტაპია რაც ვიცოდით რომ იქნებოდა რა. კარგი, ხედავდით მაგ ეტაპს თქვენ? ან დიდი საჭირდება მაგას იცი რომ სადღაც მაყურებელი მოგაგდება რა და დარჩებიან ისინი ვისაც მართლა უყვართ. ეგ თავისთავად. აი ახლა ვართ მაგ ეტაპზე. ახლა იმ ეტაპზეც ვართ რომ ან ძალიან ბევრი რაღაცა გამოვიარეთ და ძირითადად თავარი ამბავი არის ხოლმე რომ გადაღებამდე მიხვიდე რა. ხო და თვითონ იქ პროცესი და შემოქმედებითი მხარე სხვა. სცენარსაც შენ და გიორგი წერთ? ხო, ჩვენ გიორგი და ჩვენი მეგობარი გიორგი გურუ. ხო და ყოველთვის ყველაზე რთულია გადაღებამდე მისვლა, სპონსორების ნახვა, ლოჯისტიკა. რაღაცა ძირითადად ჩვენი საქმე იქ არის. სამწუხაროდ რა. ეგრე გვიც თუ საბე არ ვიცი ახლა დავარქვა მას, მაგრამ ძალიან რთულია და ეხლა ვცდილობთ რომ რაღაცნაირად ისე დავაბალანსოთ რომ ამისთვის უფრო მეტი დრო დაგრჩეს შენ სცენარისტვის, თამაშისთვის, რეჟისურისთვის, მონტაჟისთვის და ახლა არის ის დრო რომ სავარაუდოდ ცოტა მეტ დროს დავუთმობ შემოქმედებას შემდეგი სეზონით. ყოველ შემთხვევაში არის მეტი. ნუ გზარის საქონელი. საქონელს ისე უყვარს სასმელი და ალკოჰოლი. თქვენ არც ერთი არ გაფინანსებთ ხო? არც უდისის არც აი თუ არ მიყვირდეს დედას. აი მართლა ისე მიყვირს? განაჩემი როა. მაგიტო ვამბობ. არა მართლა. როცა ორ დროში 300,000 კაცი უყურებს. მარტო ის YouTube-ი ხო არა. ანუ მე რომ მქონდეს რამე სასმლის კომპანია ეგრევე, ანუ არ ვიცი მაგას საერთოდ ვფიქრობთ, მე არ ვიცი. არა, ეთყობა რეკლამა აჭირდებათ, მაგრამ მე ვიცი რომ სხვებთან არიან. ვიღაცა იუთუბერებთან გადაცემებში რაღაცებში. ძალიან შედიან ხოლმე ესლუდები და რაღაცები. აი ჩვენთან რო არ არის მართლა გასაკვირია, იმიტომ რომ აი საუკეთესო წარმოჩინა. აი აუცილებლად. ყველგან ისედაც წოს 100 და წოს ეს კაცი. დალევს იმას მაგრამ. აბა რა. რაც იქნება ლოთი არის. ლოთი ბოდიში მომითხოვია. პატიოსანი ლოთია რა. კი, პატიოსანი გული ისეთი აქვს. ხო. ბავშვური. ბავშვური. ჩვენ ახლა გადავიდეთ ბლიცზე. გადავიდეთ. ხან ლუიზა იქნები ამ ბლიცში, ანუ ლუიზას იმით უნდა, ანუ როგორც ლუიზა გამეცი, განახმადა რამე. ხან ლუიზა, ხან ტანჯულა, ხან აკაკი იქნები რა, ასეა ჩამოყალიბებული ჩვენი ამბავი. არ არის პრობლემა, ვეცდები. ლუიზა რომ ჭიათურის მერი იყოს, პირველი რას გააკეთებდა? მე ჩემი პასუხი მაქვს, მე ჯეშინი. რა ვიცი, სამკერვალოსა. მაღაზიას გაღწევდა. ჩემი აზრით, კაი სუპერმარკეტს. კი, დიც რაღაცას. წამოჭიმავდა ჭიათურაში. ჭიათურაში თავის ეზოში. თავის ეზოში, მერი როცა ხარ უკვე ახლა? ლუიზა რო ჭიათურის მერია. კაი იქნება ის. მოუხდება ხალი მე ჭიათურას ჩემი აზრით. აჰა. ამასაც არაფერს ვერ ჭია ხო? ხო, მაგრამ ქალიც რატო ამბა რა? კი ბატონო. ნუ მეტყობა მე ცოტა მის სუბიექტურობა ლუიზას ამბავში კითხვებში, მაგრამ რა ვქნა ახლა? რა გასიცავს. ლუიზა დილას რომ იღვიძებს, პირველი რას ეუბნება საკუთარ თავს? რამ დაგაძინა ამდენი ხანია. ოეჭველი. სუგონია რომ დააგვიანა სადღაც. ტანჯულა საყვარელი საჭმელი. რავი რა სჭამს ის იგი არ ვიცი. შემწვარი კარტოფილია. ხო? შაურმას მეგონა რომ იტყოდი არა? შაურმა მე არ მიყვარს, არ მობივიდა თავში. აი ხა ნახე ხანის უნდა იყო ხანის. შენით როცა აკაკის ვიტყვი მაშინ. მე იქ აკაკი ვიყავი ბოლო პასუხს. ლუიზას ტელეფონში ბოლოძებნა Google-ში. Google-ში ასისულე. აბჭის არ მოძებნა. აბჭში. Google-ში მოაძებნინებ ცხრიალას. ცხრიალას. აჰა. ან ისა რეცეპტი იქნება რაღაც. აჰა. მურაბის ან კომპოტის. რომ არა PUBG,
ტანჯულა საყვარელი თამაში რა იქნებოდა? რავი სროლები რაღაც უეჭველი. ძრახ-ძრახებას. რომარა იუმორისტი აკაკი ვინ იქნებოდა? კაცმარიც. ან პროფესიით მართლა არ ვიცი ვინ იქნებოდა. ბევრი ცადემი და რაღაცას გავაკეთებდი ალბათ. ბოლოს პარმეიც ვიყავდი. აჰა. მაგრამ მაგ დიდხანს არ გავშერდებოდი. ალბათ უფრო შემოქმედებით ამ ბავშვი იქნებოდა სადღაც. აჰა. აკაკის ფარული ნიჭი, რაც ჯერ არ გაუმხელია ფართო საზოგადოებისთვის. რავი, ორგანიზების ნიჭი მაქვს. ასეც ვთქვი. აჰა. ხო, რაღაცა კომუნიკაციის უნარიც გაიმაქვს წესით. რომ გამომდის რა, ეგეთი რაღაცები გამომდის. ლუიზას დღის რუტინა სამი სიტყვით. სიკვდილი ერთი. საქონელი უეჭველი. და ვაიდედა კიდე. კაი. ჭიათურას რომელიმე საჭმლის გემო კონდეს, რომლის ექნება? აი, ჩემთვის ჩაკაფულია იმდენად სრულყოფილია, რომ ხედავთ თქვენ რა ხდება. კი ბატონო. ორივე ჭიათურას და ჩაკაფულია. ვიცი ამოვწურეთ აკაკი და ეხლა ჩვენ გადავდივართ აბსოლუტურ პასუხებზე. კი ბატონო. ანუ მე დაგისვამ ეხლა რაღაც კითხავს და აბსოლუტურ კითხვას. შენ გამეცი. არა, ჩემი ისეთი კითხვა იქნება, მაგრამ შენ გამინდა აბსოლუტური პასუხი. კი ბატონო, ვეცდები რამის. ვინ ხარ? ნაპოლეონი. რომელი ტრანსპორტით მოხვედი? კენგურუთი. აჰა, სად გინდა დაისვენო? ჭიათურაში და აბსურდული არის ეგ რამიჩე. არ მინდა. ცოტახანე მინდა. რას აკეთებ, როცა ვერ იძინებ? ბანაო. ვინ იყო შენი ბავშვობის კუმირი? ბავშვობის ლამინია მალე. რაზე ფიქრობ შხაპის დროს? რავი, აჯიმანიები. რა იყო შენი პირველი სიტყვა ბავშვობაში? ბიძა. რას ეძებ ამ ცხოვრებაში? ფაქტებს არ ვეძებ რას ვცხოვრ. აი ეგ უკვე გაია. მაგრამ თან მე ვფიქრობ, რომ ეგ აბსურდულიც არ უნდა იყოს. არ ეძებ ფაქტებს ასე მგონია. ვისი ხმა გენატრება? ლუიზასი. მონტაჟის დროს ვეღარ უსმენ ხოლმე, აუ მეთქი დავუწევ. რას აკეთებ, როცა ხარ ბედნიერი? ორტიცი აჯიმანიებს ხანას უბრალოდ. ყოჩახ. ვინ ხარ წინამძღოლში? ლუიზა დარბაიძე ვარ სინამდვილეში. ეხლა მოვედი გადაცმული. აი, გადაფარდა. ეხლა მოვედი გადაცმული. ინტერვიუს მერე სად მიტიხარ? დასაძინებლად. ეს იყო სულ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა რა. კიდევ და კიდევ განმეორდები. ჩამოჯექი, დამთანხმდი ჩემთვის, მით უმეტეს დასაწყისისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ნებისმიერი ესეთი გვერდში დგომა. და კი იცი რასაც ნიშნავს დასაწყისში ეს ამბები. აუცილებელი არის ჩემი აზრით და პირიქით უღრმესი მადლობა მოწვევისთვის. გისურვებ წარმატებებს. მეც მინდა რომ გევიმართო და ამიტომ ჩემო მეგობრებო ლაიქეთ გამოიწერეთ, დამასაბსკრაიბეთ და დაასპონსორეთ. აუცილებლად. და რამე როლი თუ დაგჭირდეთ, მე აქ ვარ. ოჰო. კი, სხვათა შორის მართლა გეუბნები. გამომდის ძალიან კარგად. ვაკანსია გვაქვს მაღაზიაში გამყიდველი. გაგვიქნები. რატომაც არის? მართლა ის კარგად გამომდის. მსახიობი ხარ? არ ვარ, მაგრამ გამომდის არტისტული ამბები რა და როიცოდე აგერ. გავითვალოს. აი, რატისაკოს ერთად ვაკეთებ. ძალიან მადლობა მოკლედ. პირიქით, წარმატებები. ასევე.